If there's one word to describe this football icon, it's თუკი ამ ფეხბურთელის დასახასიათებლად ერთი სიტყვა უნდა გამოვიყენოთ, ეს ნამდვილად ელეგანტურობა იქნებოდა. ამ ლეგენდარულ გარემარბს საფრანგეთიდან ინტელექტი და დახვეწილობა შემოჰქონდა თითოეულ მოედანზე, რომელზეც ფეხს დგამდა. მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი 1998 წელს, 2 წლის შემდეგ კი ევრო 2000-ის ფინალში საგოლე პასი გააკეთა, რომელსაც ოქროს გოლი და ტურნირის მოგება მოჰყვა. მოგვიანებით გახდა პრემიერ ლიგის ლეგენდა და უმარცხებელ არსენალთან ერთად. უნაგლო ტექნიკითა და ხაზებს შორის დანახვის უნარით მსოფლიოში უამრავ გულშემატკივარს სიხარული აჩუქა. მისით ამაყობდნენ და იმედებოდათ. ხოთ მიესალმოთ ულამაზესი თამაშის ჭეშმარიტ ოსტატს, რობერ პირესი. Robert Pires. გამარჯობა. Thank you so much. Good luck, Dachi. Break a leg. Which one? რომელიც გამიაჩე? რომელიც გნებავთ? მარცხენა. Okay, he took the left ისე side. მარცხენა აირჩია. რა თქმა უნდა, ყოველთვის მარცხენა. საღამო მშვიდობისა ყველას. So let's of course start. რა თქმა უნდა დავიწყებ იმით თუ როგორ გრძნობთ თავს უკვე 2 დღეა რაც აქ ხართ. ძალიან კარგად ვარ, მადლობა. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. პირველად ვარ საქართველოში. ვიცნობ ზოგიერთ დიდებულ ფეხბურთელს თქვენი ქვეყნიდან და ამიტომ კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით. Okay. ესე იგი, პირველი ნაბიჯები ფეხბურთში. ამაზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, საფრანგეთსა და ლიგა 1-ში. შესაძლოა ზოგიერთმა გულშემატკივარმა არ იცის, რომ რობერის მშობლები ფრანგები არ არიან. თქვენ პორტუგალიელი მამა ყავთ და ესპანელი დედა. აინტერესებს თუ მერყეობდით, როდესაც ეროვნულ გუნდს ირჩევდით. საფრანგეთის ნაკრებში კი ითამაშეთ, მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ პორტუგალიის ან ესპანეთის სახელით თამაშზე. Think about representing Spain or Portugal. დიახ, ჩემთვის ძალიან რთული იყო პორტუგალიას, ესპანეთსა და საფრანგეთს შორის არჩევა. რადგან, როგორც თქვით, მამა ჩემი პორტუგალიელია და დედა ესპანელი, მაგრამ თავად საფრანგეთში დავიბადე და ამიტომ ავირჩიე საფრანგეთი. იქ გავიზარდე. ყველაფერი ვიცი საფრანგეთის შესახებ. და რა თქმა უნდა, ფეხბურთის თამაშიც იქ ვისწავლე. საერთოდ საფრანგეთში ჩვენ იღბლიანები ვართ. თუ ფეხბურთი გიყვარს და გინდა პროფესიონალი ფეხბურთელი გამოხვიდე, ძალიან კარგი აკადემია გვაქვს. მე რეიმში, საფეხბურთო აკადემიაში გავიზარდე. შემდეგ მეცში და ამიტომ ავირჩიე საფრანგეთი. რა თქმა უნდა, იქ წარმატების მიღწევა რთულია. რადგან საფრანგეთს ახლაც და ყოველთვის ყავდა ძალიან კარგი ფეხბურთელები. ნიჯერი ახალგაზრდები. და ჩემთვის დიდი პრივილეგია იყო 79-ჯერ თამაში ეროვნულ ნაკრებში. And for me it was a privilege to play 79 times with France. და 14 გოლის გატანა. კი, ესეც სტარს იმსახურებს. თქვენ მეცი ახსენეთ. Yes. You know Metz, no? საქართველოში მეცის შესახებ იცით რამე? დიახ, რა თქმა უნდა. We all know Metz. გიორგი მიქაუტაძის გამო. Yes, not only არა მხოლოდ მაგიტომ, თუმცა ეგეც ფაქტორია. უყურებდით მის თამაშებს იქ, საკმაოდ კარგი იყო და შემდეგ დიდ გუნდში ტრანსფერიც მიიღო. საკმაოდ არა, ძალიან კარგი იყო. მე მას დიდი ხანია ვიცნობ, რადგან ის მეცში თამაშობდა, სადაც მე გავიზარდე. ყველაფერი იქ ვისწავლე და ვფიქრობ, მისთვის ძალიან კარგი იყო მეცში. კარგი დასაწყისი იყო. ვიცი რომ ის ლიონის აკადემიაში გაიზარდა და შემდეგ შეუერთდა მეცს. ძალიან კარგად ითამაშა. ის განსაკუთრებით კარგია ბურთით, უზადო ტექნიკა აქვს. როდესაც მე ფეხბურთელს ვუყურებ, პირველ რიგში ვაკვირდები როგორია ის ბურთთან. და მიქაუტაძე ძალიან კარგია ბურთით, კარგი უნარები აქვს. რა თქმა უნდა, კარგი ფორვარდია. ბევრი გოლი გაიტანა მეცში და ამიტომ ვიცნობ მას ძალიან კარგად. შემდეგ წავიდა აიაქსში და რთული პერიოდი ჰქონდა. რადგან ახალგაზრდა იყო, გამოცდილება აყდა და შემდეგ ისევ მეცში დაბრუნდა. ისევ ძალიან კარგად ითამაშა და ახლა შეხედეთ, ერთ-ერთი საუკეთესოა ლიგა 1-ში. და რა თქმა უნდა, თქვენს ეროვნულ ნაკრებშიც. მადლობა. კარგი მიმოხილვა იყო გიორგის კარიერის. თქვენ მეცის აკადემია გაიარეთ, იქ თამაშობდით, B გუნდში დაიწყეთ, შემდეგ კი 5 წელი გქონდათ პირველ გუნდში. 1993-98 წლებში, თუ სწორად მახსოვს. Yes. From 1993 to 98, if I'm correct. და ეს საკმაოდ კარგი გუნდი იყო. ლიგის თასი მოიგეთ და ლიგა 1-ში მეორე ადგილი დაიკავეთ. თან მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩით პირველ ადგილს. Yes, exactly. Yes. Okay, that's გულდასაწყვეტია.
ეს ნამდვილად დასანანი იყო და ძალიან გაწბილებულები ვიყავით. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს მეცი იყო. როგორც წესი, მარსელი, PSG, ბორდო, ლიონი, ესეც გუნდები არიან, რომლებიც ტიტულს იგებენ, მაგრამ იმ სეზონში 97-98 წლებში ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. და სამწუხაროდ ლანს მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩით. თუმცა, ჩემთვის, მწვრთნელისა თუ მოთამაშეებისთვის ეს დიდებული გამოცდილება იყო. დიდებული სეზონი. ბოლომდე ვიბრძოლეთ. სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ლიგის თასი მოვიგეთ. ასე რომ, დიახ, ეს არაჩვეულებრივი წელი იყო. კარგი სეზონი, განსაკუთრებით ჩემთვის. რადგან შემდეგ საფრანგეთთან ერთად სოფლიოს ჩემპიონატი მოვიგეთ. ფინალში ბრაზილია დავამარცხეთ. ჩემთვის ესეც დიდებული მომენტი იყო. კარგი სეზონის დაგვირგვინება. 20-21 დიახ. ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ ეროვნულ ნაკრებზეც. ახლა კი მინდა თქვენი სტატისტიკური მონაცემები წავიკითხო მეცში თამაშისას, რათა აუდიტორიამაც იცოდეს, რომ რობერ პირესმა 162 მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა. არ დაგვაუძლეს, რომ იმ დროს 20 წლის იყო. ამიტომ ჩემი აზრით ეს ნახევარმცველი სტატისტიკა კი არა, უფრო შემტევისაა. 10 ნომრის ან ფორვარდის. ბევრი გოლი გაიტანეთ იმ გუნდში, როდესაც ჯერ ახალგაზრდა იყავით. თუ შეიძლება, გაიხსენეთ ის დრო. რა განსხვავება იყო მაშინდელ პერიოდსა და თქვენი კარიერის მეორე ნახევარს შორის? როგორ შეიცვალა თქვენი თამაში დროსთან ერთად? სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავდასხმელებისთვის პასების გაკეთება იყო. ვფიქრობ, ყველა მოთამაშეს მოედანზე აქვს თავისი მისია და ჩემი მისია ნახევარმცველობა იყო. რათა მცველებსაც დავხმარებოდი და თავდასხმელებსაც. ეს ჩემი პოზიცია იყო. მე ნამდვილი ფორვარდი არ ვარ. ძალიან რთულია ფორვარდობა. ამის სწავლაა საჭირო, როდესაც აკადემიაში დადიხარ. მაგალითად, მე ბევრი ვისწავლე. როდესაც ნახევარმცველი ვიყავი და ერთ დღეს ერთ მოცემამ მითხრა: "რობერტ, ფეხბურთი მარტივია." მე ვკითხებ: "რატომ მეტი?" მან კი მიპასუხა: თუ ბურთს კარგად აკონტროლებ, კარგ პასს აკეთებ, მაშინ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. მარტივი სათქმელია. მარტივი სათქმელია მეთქი. დიახ, მაგრამ ეს კარგი რჩევა იყო. კარგი რჩევა, რომელიც დავიმახსოვრე და ვცდილობდი მოედანზე გადამეტანა. ვფიქრობ, ეს გამომივიდა და მოედანზე კარგად მოქმედებდი. რა თქმა უნდა, როდესაც გოლის გატანის შანსი გაქვს, უნდა გაიტანო. მეცის შემდეგ უკვე მარსელში წახვედით. დიახ, მარსელში. მინდა გაგვიზიაროთ, როგორი გამოცდილება იყო ისეთ შესანიშნავ გუნდში თამაში, როგორიც მარსელის ოლიმპიკია. თან იქ კაპიტანიც იყავით. მეორე სეზონში, დიახ, კი, კაპიტანი ვიყავი. როგორი ასე დიდებულ გუნდში თამაში ფრანგული ფეხბურთის უმაღლეს დონეზე? ჩემთვის ეს მომდევნო ნაბიჯი იყო მეცის შემდეგ. იქ 5 სეზონი ვითამაშე და მნიშვნელოვანი იყო სხვა ფრანგულ გუნდში ძალების მოსინჯვა. მახსოვს 1998 წლის ზაფხულში არჩევანი მქონდა PSG-ს, მონაკოსა და მარსელს შორის. მე ოლიმპიკი ავარჩი, რადგან იმ დროს მარსელი იყო და დღესაც არის დიდი გუნდი საფრანგეთში. ვიცოდი ველოდრომის ატმოსფეროს შესახებ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რაღაც ახალი შეგრძნება, ახალ გულშემატკივრებთან ერთად. ამიტომ 2 წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. როგორც თქვით, მეორე სეზონში კაპიტანიც ვიყავი. ასე რომ დიახ, ეს ჩემთვის დიდი პრივილეგია და პატივი იყო. თუმცა, როდესაც კაპიტანი ხარ, ხრებზეც მეტი პასუხისმგებლობა გაწევს. ეს იოლი არ არის. მით უმეტეს, როცა მარსელში თამაშობ. რადგან გულშემატკივრებისგან წნეხი ძალიან დიდია. თუმცა ჩემთვის არსენალში გადასვლამდე ეს უდიდესი გამოცდილება იყო. კეთილი. ახლა ეროვნულ ნაკრებზე ვისაუბროთ. ეროვნულ ნაკრებზე? დიახ, საფრანგეთის ნაკრების თავი გავხსნათ და მოდით 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატით დავიწყოთ. საფრანგეთს დიდი ტურნირი 1994 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული, როდესაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო, რომელიც ასევე საფრანგეთში გაიმართა. და ახლაც დიდი ტურნირი იმართებოდა, მუნდიალი, ყველაზე დიდი ასპარეზი და ისევ სახლში ითამაშეთ. მაინტერესებს რა შეგრძნება იყო, როგორი ატმოსფერო იყო შემადგენლობაში, როდესაც ეს ზაფხული იწყებოდა. როგორი განწყობა იყო გუნდში? სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად საკმაოდ რთული და მძიმე იყო. არა გულშემატკივრების, არამედ ჟურნალისტების გამო, რადგან ყველა მათგანი საშინლად აკრიტიკებდა ემე ჟაკის, რომელიც მთავარი მწვრთნელი იყო. როდესაც ის გუნდს აშენებდა, უარი თქვა ერიკ კანტონაზე, ჟან-პიერ პაპენსა და დავიდ ჯინოლაზე. ამიტომ ყველა ჟურნალისტი ამბობდა, რომ ჟაკი გაგიჟდა და ჩემპიონატს ამ სამი ფეხბურთელის გარეშე უბრალოდ ვერ მოიგებდა. ისინი ძლიერები არიან, დიდი გამოცდილება აქვთ და ასე შემდეგ.
of the journalists say, yeah, you are crazy. ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ცოლმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მანაც გადაწყვიტა. მოიყვანა ახალგაზრდა მოთამაშეები გუნდში. მეც ახალგაზრდა ვიყავი და მახსოვს, ამ ხანაგური მატჩების დროს რთული იყო, რადგან ქვეყანაში ატმოსფერო კარგი ნამდვილად არ ყოფილა. ყველას დიდი მოლოდინები ჰქონდა ეროვნულ გუნდთან დაკავშირებით და ჩვენ კარგად დავიწყეთ. სამხრეთ აფრიკასთან პირველი მატჩი მარსელში იყო და 3-0 მოვიქეთ. The first game he was in Marseille, we won 3-0 and we start the start it was perfect. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი კარგი დასაწყისი, იმიტომ რომ მთელი ეს ზეწოლა, მოლოდინები, როდესაც სახლში თამაშობ, გულშემატკივარი ყოველთვის მომთხოვნია. ტიტული უნდა მოიგო. შემდეგ კი ნერვიულობ, რომ რამე ცუდი მოხდება პირველ მატჩში, მაგრამ მოგება დიდი შვებაა. გეხმარება თუ არა ეს მომდევნო ბრძოლებში. ეს კარგი დასაწყისი იყო. სიმართლე გითხრათ, ჩვენ სოფლიოს თასისთვის მზადებას ვცდილობდით, რადგან დაგვეუწყებინა რა ხდებოდა გარშემო. განსაკუთრებით გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებში. როგორც თქვენ თქვით, როდესაც ასეთი ტურნირი იწყება და თან სახლში თამაშობ, ყოველთვის რთულია, რადგან ზეწოლა დიდია, მაგრამ ჩვენ შესანიშნავად დავიწყეთ. პირველ მატჩში ძალიან კომპაქტურები ვიყავით, გუნდურად ვითამაშეთ. ჩემთვის ეროვნული გუნდი არ არის მხოლოდ 1 ან 2 მოთამაშე. ემე ჟაკემ ძალიან კარგი გუნდი ააწყო. სოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად, რა თქმა უნდა, იმ დროს ფავორიტი ბრაზილია იყო, იმიტომ რომ მათ ფანტასტიკური გუნდი და ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავდათ. მაგრამ საფრანგეთი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შანსი არ ქონია, ასევე კარგი გუნდი იყო. კარგი აუთსაიდერები ვიყავით და ბრაზილიის დამარცხებაც შეგვეძლო. ისევე როგორც ჰოლანდიის, ისიც კარგი გუნდი იყო. It was a very good team, yes. თქვენ იმ გუნდის ბოლო მოთამაშე იყავით, რომელმაც პროფესიული კარიერა დაასრულა. რამე სანაძლეო ხომ არ ქონიათ ბიჭებთან? რომელი გუნდის? 1998 წლის გამარჯვებული გუნდის. თქვენ სულ ბოლოს წახვედით და დაასრულეთ პროფესიული კარიერა 2015 წელს. ყველაზე დიდ ხანს დარჩით ფეხბურთში. ბიჭებთან რამე სანაძლეო ხომ არ ქონიათ, ვინ იქნებოდა უკანასკნელი? არა, იმიტომ რომ ფეხბურთელის კარიერაში გაჩერება ძალიან რთულია. როდესაც თამაში გიყვარს. ფეხბურთი გადაცებაა. ახლაც კი, როცა ვახერხებ, მეგობრებთან ერთად ვთამაშობ. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა სულ სხვა განცდაა. და თუ წავაგე, არ განვიცდი. ხომ ხვდებით? ასე რომ, დიახ, ეს რთული იყო. 19 სეზონი უმაღლეს დონეზე ვითამაშე, რაც დიდი პრივილეგია იყო. რადგან ყოველთვის კარგ ქვეყნებში ვთამაშობდი. საფრანგეთში, ინგლისში, ესპანეთში, ყოველთვის უმაღლეს დონეზე, საუკეთესო გუნდებში. ასე რომ, დიახ, ძალიან რთული იყო თავის დანება ფეხბურთისთვის. Very difficult to say, stop. Not easy. მეგობრები ახსენეთ და მოდი ამაზე ვისაუბროთ. ინტერვიუებში ხშირად საუბრობთ იური ჯორკაევის შესახებ. Yuri Jorkaev, yes. უამრავი მათგანი ვნახე და სულ აღნიშნავთ მის როლს, რამდენად კარგი იყო ის. მაგალითად, მე მისი ბევრი მატჩი არ მინახავს და შეიძლება დარბაზშიც ზოგიერთმა არ იცის, როგორ თამაშობდა იური ჯორკაევი. თქვენ რას ფიქრობთ მასზე და მის კარიერაზე? Yuri Jorkaev 1998 წლის სოფლიო თასზე საფრანგეთის ნაკრებში საუკეთესო ფეხბურთელი იური ჯორკაევი იყო. ყველა ამბობს, გულშემატკივრების და ჟურნალისტებიც, რომ საუკეთესო ზინედინ ზიდანი იყო, მაგრამ მე ვამბობ, რომ არა. ეს შეცდომაა. It's a mistake. იური ჯორკაევი საოცარი მოთამაშე იყო. ძალიან ტექნიკური, კარგი დრიბლინგით და ბევრი გოლიც გაქონდა. And he scored a lot of goals. გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმაც. მოთამაშეებთან კავშირის მხრივ გამოცდილება ჰქონდა და ჩემნაირი ახალგაზრდა მოთამაშისთვის ეს სასარგებლო იყო. ვფიქრობ, ემე ჟაკემ სწორედ ამიტომ დატოვა გუნდში, რადგან იცოდა, რომ ჯორკაევი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ჩემი აზრით, ძალიან სტაბილური მოთამაშე იყო. და დიახ, ყველა მატჩი უნიშნულოვანესი. მე ვფიქრობ, საუკეთესოც. თქვენი კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელი ვილი სანიოლი აქ ძალიან ცნობილია. ვილი სანიოლი, დიახ, ჩემი მეგობარი. ძალიან დიდი მეგობარია. I know him. ხო, ვიცნობ შორიდან. აქ 2021 წელს ჩამოვიდა და 3 წლის შემდეგ ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის ისტორიულ მიზანს მიაღწია. როგორ აღწერდით ვილისთან თქვენს ურთიერთობას წლების განმავლობაში? ფრანგია და ამიტომ არის ასეთი კარგი. იქნებ ადრეც იყო ნიშნები, რომ ის მწვრთნელი გახდებოდა. იმიტომ რომ ზოგ მოთამაშეს ეს ეტყობა, ზოგსაც არა. როგორ აღწერთ თქვენს ურთიერთობას მასთან და მის სამწვრთნელო მონაცემებს როგორ დაახასიათებთ? How would you describe your relationship with him and these managerial traits that he has?
ვილისთან ურთიერთობა არ იცვლება. ჩვენ სულ კავშირზე ვართ. ბოლოს გასულ წელს ნახე. ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. დიდებული მოთამაშე იყო და ვიცი რომ ახლა კარგი მწვრთნელია. ვიცი რომ ეს იოლი არ არის, მაგრამ ის კარგად ართმევს თავს მოთამაშეებთან ურთიერთობას, განსაკუთრებით ეროვნულ ნაკრებში. იმიტომ რომ მან კარგად იცის ფეხბურთი. ბევრი რამ ისწავლა, როდესაც საფრანგეთში და გერმანიაში იყო. ამიტომ ახლა აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და იცის ყველაფერი, რადგან თავადაც ფეხბურთელი იყო. ახლა კი მწვრთნელია. შვენიერი ტრანსფორმაცია გამოვიდა. ვფიქრობ, ვილისთან საუბარი ქართული ფეხბურთელებისთვისაც ძალიან მარტივია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ისინი ერთ ენაზე საუბრობენ და ეს საფეხბურთო ენაა. ამენით კი გამარჯვებებზე საუბრობენ. მე ვნახე თქვენი გუნდი ბოლო ევროზე და ვფიქრობ, ძალიან კარგად ითამაშეთ. ძალიან კარგი გუნდი გყავთ. ნიჭიერი ფეხბურთელები. ხო, ასია. სამწუხაროდ საუკეთესო გუნდთან წააგეთ. ესპანეთი დღეს საუკეთესოა მსოფლიოში. მათ ყველა დაამარცხეს და ტიტული მოიგეს. ვიცი რომ ესპანეთი ცოტათი გაუჭირდა თავიდან. ვილისანიელმა რაღაც ახალი შეიტანა ნაკრების თამაში. იყო ზეწოლა მეტოქეზე. კარგი, ნიჭიერი ფეხბურთელები მოედანზე და ამიტომ ვიმეორებ, თქვენ ძალიან კარგი ეროვნული გუნდი გყავთ. მადლობა, მოდი ახლა ვისაუბროთ ქართულ ლეგიონზე, საფრანგეთის ლიგა 1-ში. პირველი ქართველი მოთამაშე, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშა, გია გურული იყო. გონი 1994 წელს ჩავიდა იქ და მისი მემკვიდრეობა ახლა ძალიან საინტერესოდ გრძელდება. იქაა ჟორჟ მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი. შეამჩნიეთ როგორ თქვი ჟორჟ ფრანგულად და ზურიკო ქართულად? ზურიკო არ მithქვავს. და რა თქმა უნდა ხვიჩა PSG-ში. თუ უყურებთ ხოლმე ქართველების თამაშებს და რისი თქმა შეგიძლიათ მათზე? ჩემი აზრით, საფრანგეთის დონის შესაბამისი ფეხბურთელები გყავთ. ასევე პრემიერ ლიგა ან ესპანური ლა ლიგა შეიძლება. იმიტომ რომ თქვენ ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ და სწორედ ამიტომ არის რომ ნაკრებიც კარგად გამოიყურება. ვფიქრობ, ვილისთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია და ამიტომაცაა ბევრი ქართველი საფრანგეთში რომ თამაშობს. აშკარად ჩანს რომ კავშირი საფრანგეთსა და თქვენს ქვეყანას შორის ძალიან მჭიდროა და ხიდის როლს ამაში ვილისანიოლი ასრულებს. აი ბოლო მაგალითი არის კვარა, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიმაჩნია ევროპაში. არა მხოლოდ ახლა, არამედ მაშინაც, როცა ნაპოლიში თამაშობდა. რადგან თანამედროვე ფეხბურთში ჩვენ სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებსაც კარგი დრიბლინგი აქვთ, რაღაც ახალს აკეთებენ, კარგი აჩქარება აქვთ, კარგი სკილები და ის ბოლო გოლი ასტონ ვილას წინააღმდეგ ფანტასტიკური იყო. ასე რომ გონი ყველა ქართველი მოთამაშე კარგად თამაშობს და კარგ დონეზეა. კეთილი, ახლა ევრო 2000-ს გადავიდეთ. დიახ, რატომაც არა. რა თქმა უნდა, ახლა თქვენი გაბრწყინების დროა. როჟე ლემერმა ძირითად დროში სულ რაღაც 4 წუთი მოგცათ, თუ არ ვცდები. მან შეცვლა 96 წუთზე გააკეთა ფინალში. დიახ, ფინალზე ამბობთ? დიახ, 96 წუთი იყო, როდესაც ლიზარაზუ მოხსნა და თქვენ შეგიყვანათ. რაც ნიშნავს, რომ ცველი გაიყვანა და მთელი მარცხენა ფლანგი ჩაგაბარეთ. რა ხდებოდა ამ დროს თქვენ გონებაში? მზად იყავით თუ არა მოედანზე გასასვლელად, იმიტომ რომ 4 წუთი რჩებოდა. და საინტერესოა, რას ფიქრობდით ამ დროს, იმიტომ რომ საფრანგეთი მაგრად აწვებოდა იტალიას. ვიფიქრე, რომ როჟე ლემერი შეიშალა. რა უნდა მექნა 4 წუთში? კარგი. ალბათ საჯი კიდევ 3-4 დაამატებდა, მაგრამ ამას ვამბობდი, იმიტომ რომ ეს ფინალი იყო. თან იტალიის წინააღმდეგ. თქვენ ხომ იცით იტალიელების მეტსახელი? კატენაჩო. ეს ნიშნავს, რომ 1-0 გახდა და მორჩა. ყველაფერი დასრულებულია. კარი დაიხურა. დიახ, კარი დაიხურა. დასრულდა. მადლობა. მომავალ შეხვედრამდე. ამიტომ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა 4 წუთში. თუმცა ფეხბურთი ზოგჯერ ასეთია. სასიამოვნო. დიახ, სილვან ვილტორმა გაიტანა და 1-1 გახდა. და შემდეგ დამატებითი დრო ვითამაშეთ. ხშირად გვესმის ხოლმე, რომ მაგალითად ერთ გუნდს, როდესაც ანგარიში მიჰყავს ფინალში, ან ნახევარფინალში, ან თუნდაც მეოთხედფინალში, შემდეგ კი სულ ბოლოს უშვებს გოლს, ეს ფსიქოლოგიურ უპირატესობას მეორე გუნდს აძლევს. მართლა ასეა? თქვენც იგრძენით, რომ დამატებით დროში თამაშს საბოლოოდ მოიგებდით? იცით, როდესაც ვილტორმა გაიტანა, ყველაფერი დასრულდა. როგორც ამბობენ ხოლმე, თამაში გაკეთებული იყო, რადგან იტალიელი მოთამაშეები უკვე ძალიან დაღლილები იყვნენ და მათთვის ეს ძალიან რთული მომენტი იყო. ამიტომ ჩვენ ფსიქოლოგიურად ვისარგებლეთ და ამის შემდეგ ტრეზეგემ მეორე გოლიც გაიტანა.
scored the second one by David Trezeguet. We won to Sorry? ასე ვინ მისცა? I don't know. არ ვიცი. მართლა? I think he's გონი ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. რობერტ პირესმა მისცა საგოლე პასი. Robert Pires gave the assist. And მე ჩემი საქმე I გავაკეთე. did my job. yeah. ხო, მაგრამ თქვენ ეს კარგად გააკეთეთ. It was not the, Yeah, but pass. thank you very much. დიდი მადლობა. მე შეცვალზე შევედი და ეს ნებისმიერი მოთამაშის როლია. იმიტომ რომ მე სულ ვიმეორებ. ეროვნული ნაკრები არ არის მხოლოდ 11 ფეხბურთელი. ნაკრები 23 მოთამაშეა და ყველა მათგანს Thank you. მადლობა. All of them. ყველა მათგანს შეუძლია სადარიგოთას კამიდან შევიდეს და გუნდს დაეხმაროს. აქედან გამომდინარე, ჩემი და ვილტორის როლიც ეს იყო. რა თქმა უნდა, დავით რეზეგესთან ერთად. რომელსაც პასი მივეცი. მან გაიტანა და ჩვენ თასი ავიღეთ. And we leave the trophy. ვფიქრობ ისიც უნდა ვახსენოთ, რომ საგოლე პასამდე რობერი ფაბიო კანავაროს გასცდა, რაც ასევე ბევრზე მეტყველებს. Robert Pitt was Fabio Cannavaro, so it tells a lot, right? He's on my ის ახლა ჯიბეში მყავს. Navarro. Fabio. Good one. I'm joking. ხუმრობ. Let's go. რა თქმა უნდა, ფაბიოს მიმართ დიდი პატივისცემა, მაგრამ ეს სასაცილო იყო. Now is Fabio Cannavaro. უბრალოდ საფრანგეთში ასე ვამბობთ ხოლმე ფაბიო ჯიბეში მყავს მეთქი. But this is funny. Yeah. Let's ახლა give it 1 წლის წინ წავიწიოთ და 2001 წლის კონფედერაციათა თასი გავიხსენოთ. Federations Cup. ერთ-ერთ ინტერვიუში არსენ ვენგერმა თქვა, Win. ხო, არსენ ვენგერმა, არ იცნობთ? Okay, I'll let you. კარგი, მე მოგიყოვით მას. დიახ, თუ შეიძლება მომიყევით. He had an impression. მოკლედ მან თქვა, რომ შთაბეჭდილება ჰქონდა თითქოს თქვენ დაფრინავდით. ანუ საუკეთესო ფორმაში იყავით. ხო, რობერი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. თქვენ 2 გოლი გაიტანეთ და თანაბომბარდირიც გახდით. Scored 2 goals. საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მოიპოვეთ და რა თქმა უნდა საფრანგეთმა გაიმარჯვა. მაგრამ ამის შემდეგ კიდევ 1 წლის წინ რომ წავიწიოთ. 2002 წლის მარტში თქვენ ის სამწუხარო ტრავმა მიიღეთ. არსენალში თამაშისას და ამის გამო სოფლიოზე ვერ წახვედით. იყო თუ არა ეს თქვენი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება და სინანული. კორეასა და იაპონიაში რომ ვერ ითამაშეთ. Competition in Korea and Japan. Why regret? არა, რატომ სინანული? ასეთია ცხოვრება და ფეხბურთიც. ალბათ მაშინ ჩემი საუკეთესო პერიოდი იდგა, განსაკუთრებით არსენალში და ეროვნულ ნაკრებშიც. თუმცა ვერაფერს ვიზავდი. დიახ, ეს ცხოვრება არ ვიცი, რთულია ამის ახსნა, იმიტომ რომ ტრავმა ზუსტად სოფლიო თასის წინ მივიღე. ვიცი რომ ერთხელ ვენგერმა თქვა, პრესი დაფრინავსო, მაგრამ მერე ასეთი ამბავი მოხდა და მუნდიალი გამოვტოვე. ხო, საფრანგეთის ნაკრებში ვერ წავედი და ტურნირი გამოვტოვე. გუნდმა ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო. ჩემს მერე ზიდანის დაშავდა. მოკლედ ხო, სამწუხაროდ ეს სოფლიო თასი გამოვტოვე. I missed the World Cup. დიახ, ასეთია ცხოვრება. For me this is life. ხო, მეც ასე ვფიქრობ. Also there was the very მაგრამ ასევე იყო ერთი ლამაზი მომენტი სეზონის ბოლოს, როდესაც არსენალმა პრემიერ ლიგის თასი ასწია. title, lifting okay. the title. Yes. For those who don't know. ვინც არ იცის, თანაგუნდელებმა რობერი მარტო დატოვეს პოდიუმზე, რითიც მას უთხრეს, შენ იყავი სეზონის საუკეთესო მოთამაშე არსენალში. Maybe it's one of the დიახ, best. მე ტრავმა მქონდა და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ჩემს კარიერაში. რადგან არ ვიცოდი რომ თანაგუნდელები ამას აპირებდნენ. დიახ, დიდი და დიდებული სურპრიზი. რადგან, რა თქმა უნდა, ცოტათი უხასიათოდ ვიყავი. ძალიან რთულია, როდესაც მარტო ხარ. მარტო უნდა იმუშაო. სრულიად განსხვავებული გარემოა. მაგრამ როდესაც თასს აწევ, განსაკუთრებით პრემიერ ლიგის თასს, არსენალთან ერთად ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა. სიამოვნებაა, როდესაც გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავ ჰაიბერიზე. სტადიონი სავსე იყო და ხალხი ძალიან ბედნიერი. როდესაც ფეხბურთს თამაშობ, შენ იბრძვი ასეთი მომენტებისთვის. იბრძვი 9 თვე. პრემიერ ლიგაში კი დამიჯერეთ, ეს ძალიან რთულია. არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მანჩესტერ იუნაიტედთან, ტოტენჰემთან, ჩელსისთან ან ლივერპულთან თამაშობ. ყველა მატჩი ასეთია. მახსოვს პირველი თამაში, რომელიც სტუმრად ჰქონდა და შეშინებული ვიყავი. რადგან როდესაც ბოლტონს, ბლეკბერნს, საუთჰემპტონს, სანდერლენდს ეთამაშები, ხვდები რომ ფეხბურთი იქ სულ სხვა რამ არის. უნდა იბრძოლო. ამიტომ როდესაც თასს აწევ, სეზონის ბოლოს ძალიან დიდი ბედნიერება. At the end of the season, you are very happy about this. Yeah. Yeah, that's the moment. დიახ, ამ მომენტისთვის იბრძვი. To close off this chapter about კეთილი, ეროვნული გუნდის ნაწილი რომ ჩავხუროთ. ვიცი რომ ამაზე გილაპარაკიათ, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოა. so what happened? რა მოხდა 2006 წელს? რაიმონ დომენეკმა მართლა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის გამო არ აგრჩიათ? იმის გამო რომ მორიელი ხართ, ეს დიდი სკანდალი იყო მაშინ. ყველა ამაზე საუბრობდა. რა თქმა უნდა, რაიმონმა ეს უარყო და თქვა რომ ეს მისი ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ თქვენ მაშინ კარგად თამაშობდით. ძალიან კარგად.
მაგრამ მან არ აგირჩია და გერმანიაში არ წაგიყვანეთ. I cannot say the არა, real story. მე ვერ მოყვები ნამდვილ ამბავს. ნანობთ რომ მორიელი ხართ? ასე დავსვამ შეკითხვას. No, because არა, he loved მას უყვარდა ასტროლოგია და ერთ დღეს ტელევიზიით თქვა, რომ ვერ წაიყვანდა პირეს, რადგან ის მორიელია. because he's scorpion. მას არ უნდა ორი მორიელი ერთ გუნდში. Sorry. No, to be honest. არა, მართლა ასე თქვა. ვერ წავიყვან ორ მორიელს, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის სასტარტოში მოხდრისთვის იბრძვიანო. But this guy is crazy. ეგ ტიპი შეშლილია. საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ცუდი მწვრთნელი, მერწმუნეც. მართლა ყველაზე ცუდი იყო. ასე რომ არ ვიცი. Agreed. მე პირადად 2005-2006 წლების სეზონში არსენალში კარგი სეზონი მქონდა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივედით და სამწუხაროდ ბარსელონასთან წავაგეთ, მაგრამ მე ვერაფერს ვიზავდი. ამიტომ უპასუხე რომ პრობლემა არ არის. მის გადაწყვეტილებას შევეგუებოდი. No problem. I accept your decision. So football is like ფეხბურთი ზოგჯერ ასეთიცაა, ხშირად ასე თქვა თავისებურ ადამიანებს ხვდები. I don't care ხო, because I don't. მაგრამ მე მისგან არაფერი მისწავლია. არაფერი. იმიტომ რომ ვიმეორებ, საშინელი მწვრთნელი იყო. Yeah, terrible manager for France. Yes. sorry. Yes. Believe me. დამიჯერეთ. Let's now. ახლა არსენალზე გადავიდეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქ ამ არაჩვეულებრივი გუნდის ბევრი გულშემატკივარი ყავს, თუმცა მე Manchester United-ის კომაგი ვარ. United fan. ხო, ვიცი რომ Manchester United-ი გიყვარს. ვიცი. აქაც Manchester-ის ბევრი მაისური დავინახე. ხო, რა თქმა უნდა. აქ United-ის ბევრი გულშემატკივარი. Of course we have They have my fans. They are here. Look. Yes. Thank you, guys. დიახ, მადლობა. მე ვხუმრობ. I'm joking. So I have to start with that Which team you რომელ გუნდს კომაგობ? Man United. United-ს რა თქმა Of უნდა. course I do. Of course I do. რა თქმა უნდა. I love არსენალის ბოლო თამაში ნახე? უყურე. okay. Thank მადლობა. Rice. Declan Rice-ის ორი გოლი. you. Did you enjoy it? ისი ამოვნე? Did you enjoy the ძალიან მომეწონა. Both of them. ორივე. I enjoyed Mikel Merino's. I because enjoyed everything. because they cannot I love- score. იმიტომ რომ Manchester United-ს ასეთი ჯარიმების გატანა არ შეუძლია. United, they can score the same. Okay, that's კარგი, საკმარისია. We start with გადავიდეთ 2003-2004 წლების სეზონზე, როდესაც დაუმარცხებლები იყავით. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და ვერც ერთი გუნდი ახლოსაც კი ვერ მივიდა იმ შედეგის გამეორებასთან. მაშინ 26 მატჩი მოიგეთ, 12 ფრე ითამაშეთ და არც ერთი არ წაგიგიათ. 12 and you did not lose any. To be honest, ასე იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ გონია რომ ერთ დღეს ვიღაცა მოხსნის ამ რეკორდს. რადგან რეკორდები იმისთვისაა რომ მოიხსნას. ეს რთული იქნება. როგორც თქვი, პრემიერ ლიგა ძალიან რთულია. ძალიან მძიმეა. 2003 წლებში სხვანაირი ფეხბურთი იყო. უფრო მძიმე იყო. ყველა მატჩი ვიბრძოდით და თან მაშინ ვარი არ იყო. ამიტომ ყველა ფეხბურთელი მუდმივად პრეტენზიას გამოთქვავდა. ყვიროდა. ასეთ პირობებში ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ. ამიტომ ძალიან ვამაყობ, რადგან არსენ ვენგერმა ერთ დღეს გვითხრა, მე მინდა პრემიერ ლიგის მოგება. დაუმარცხებლად. და ჩვენ ეს გავაკეთეთ. არსენ ვენგერი არა უბრალოდ კარგი მწვრთნელი, არამედ გენიოსია. So because he's because Arsene Wenger, of course, is a good manager, but he's a genius. He's a genius because ის გენიოსია, იმიტომ რომ მან თქვა, მე მჭირდება კარგი გუნდი, მაგრამ ამისთვის ინგლისელების გარდა უცხოელებიც მჭირდება. შედეგად გაკეთდა კარგი გუნდი და ჩვენ ტიტული მოვიგეთ. he put all of them. და ეს რეკორდი დღემდე მოუხსნელია. Build the good team, and we won the title, and we still in beating. So ეს ძალიან კარგი რეკორდია, რომელიც კარგ თამაშს მოჰყვა, მაგრამ ვინ იცის? იქნებ ერთ დღეს ვინმე ეს რეკორდიც მოხსნას. როდის არ ვიცი, მაგრამ ყველას წარმატებას უსურვებ. When? I don't know, but good luck, guys. So you touched upon partly ახლა ნაწილობრივ ჩემს შემდეგ შეკითხვას შეეხეთ. as a coach. ვენგერი როგორც მწვრთნელი. You said that he თქვენ თქვით რომ მას ინგლისელი ფეხბურთელები ჰყავდა. had this რა თქმა უნდა, ასევე ბრწყინვალე ფრანგული სამეული. აფრიკელი მცველები, ლორანი, ტურე, ბრაზილიელი ნახევარმცველი ჟილბერტო სილვა და რა თქმა უნდა ის ჰოლანდიელი. And Edu? აგვარი იყო ჰოლანდიელი თავდამსხმელი? striker, ვინ? Dutch guy, არ ვიცი. Dennis დენის Bergkamp. Yeah. დენის ბერკამპი. So Dennis? Bergkamp. Bergkamp. ბერკამპი. ხო, თქვენი თანაგუნდელი იყო. Yeah. So. Kind of, yeah. So და ყველა ეს ფეხბურთელი very different. It was the best. ის საუკეთესო იყო. Yeah. But okay,
მოდი ცოტა ინტრიგა შემოვინახოთ მომავალი შეკითხვისთვის. ჯერ ამას უპასუხოთ. ვენგერს ფეხბურთელები ჰყავდა სხვადასხვა საფეხბურთო სკოლიდან. მაგალითად, საფრანგეთში ფეხბურთს სხვანაირად სწავლობ, ინგლისში სხვანაირად, აფრიკაშიც და ასე შემდეგ. მაგრამ მან თქვენი გაერთიანება იდეალურად მოახერხა და საოცარი ქიმია შექმნა გუნდში. თქვენ ახსენეთ, რომ ის გენიოსია. შეგიძლიათ უფრო დეტალურად მოგიყვათ არსენ ვენგერის შესახებ? Can you elaborate on that a little bit? Apart from the word genius, because that's a big word. Because I don't know. არ ვიცი. მე გითხარით რომ ის გენიოსია. იმიტომ რომ ის ფიქრობს ყველაფერზე, ყველა ფეხბურთელზე. როდესაც მას მეკარე უნდოდა, თქვა, რომ აირჩევდა იენს ლემანს. თუ მცველი უნდოდა, მაშინ აფრიკელზე ან ინგლისელზე ფიქრობდა. ამიტომ მარჯვნივ იყო ლორენი, მარცხნივ ეშლი გოული. ფრანგი ფეხბურთელები სჭირდებოდა. ბრაზილიელებიც, იმიტომ რომ ბრაზილიელებს რაღაც განსაკუთრებული აქვს, კარგი ტექნიკა. ეს თქვენც იცით, ჟილბერტო სილვა, ედუ. თუ გოლის გატანა გჭირდება, ირჩევ დენის ბერგკამპს, ანრის, ასევე ირჩევ კანუს. როცა ვამბობ გენიოსია მეთქი, ამას გულისხმობ. ყველაფერზე ფიქრობდა, ყველა ფეხბურთელზე. რა თქმა უნდა, მან ააშენა გუნდი. ან უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ხელახლა ააშენა ის, მაგრამ იმის გამო რომ კარგად იცის, რომელ ფეხბურთელს შეუძლია არსენალის დახმარება, რომ სეზონის ბოლოს ტიტულები მოიგოს. მე მოვიგე და ძალიან ვამაყობ ამით. ორჯერ მოვიგე პრემიერ ლიგა და ის განსაკუთრებული სეზონი 3-4 წლების, როდესაც დაუმარცხებლები ვიყავით, ეს იყო სრულყოფილი გუნდი. იმ სეზონში ნამდვილ ფეხბურთს თამაშობდით და როგორც გითხარით, ყოველთვის ვამბობ, ჩვენ ერთ ფეხბურთს თამაშობდით. ერთი მიმართულებით ვიყურებოდით და ერთად ვიბრძოდით. ერთად ვიცავდით თავს, ერთად უტევდით. ეს ნამდვილი გუნდი იყო. რა თქმა უნდა, როდესაც ყავს ფეხბურთელები, რომლებსაც თამაში განსხვავების შეტანა შეუძლიათ, როგორიცაა ანრი და ბერგკამპი, კარგია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს გუნდი იყო. ორი დიდი სახელი ახსენეთ. კი, ეს ნამდვილად იმსახურებს აპლოდისმენტებს. ახსენეთ ტიერი ანრი. თქვენ მატჩერ უნაიტედს ხომაგობთ? თქვენ ჩემი მეგობარი ხართ. გვერდით რომზის ის თქვენი მეგობარია? ელაპარაკებით ხოლმე? არა, ოკეი, ბოდიში. არა, ეს ის გულშემატკივარია. ხო, მაგრამ გვერდით რომ მანჩესტერის ხომაგი უზის, რატომ ვერ ხედავთ? იუნაიტედს აიგნორებთ. თქვენ ახსენეთ დენის და ტიერი. უკაცრავად? მაინტერესებს როგორია ვინგერობა და ნახევარმცველობა, როდესაც ეს ორი ადამიანია წინ. თქვენ პასებს აძლევდით, თან ამას კარგად აკეთებდით, მაგრამ სულ რომ ჩვეულებრივი პასი მიგეცათ, ისინი რაღაცას მაინც მოახერხებდნენ. როგორი გზნობაა, როდესაც წინ მოთამაშე თავდამსხმელებთან ასეთი ნდობა არსებობს? როდესაც შემნაირი ნახევარმცველი ყავს, წინ კი შემტევები, როგორებიც ბერგკამპი, ანრი ან კანუ არიან, ფეხბურთი მარტივია. სიმართლე გითხრათ, მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი საქმე მოედანზე კარგი პასების გაკეთება იყო. და შემდეგ ისინი განსხვავებას ქმნიან. არა ყოველთვის, რა თქმა უნდა, თუმცა საკმაოდ ხშირად. რა თქმა უნდა, ასეთი კონკურენციის პირობებში ყოველ დილით უნდა იმუშაო. შეიძლება ხალხი ფიქრობდეს, რომ ეს მარტივია. გულშემატკივარი უყურებს და ამბობს, რომ ნორმალურია, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ მუდმივად ვიმეორებდით ერთსა და იმავე ვარჯიშების დროს, ყოველ დილით. რადგან ეს იყო ვენგერის სპეციფიკა. რათა კარგი ფეხბურთი გვეთამაშა, ძალიან კარგი ფეხბურთი. ეს დიდი ხანია ასეა და არსენალში ასეთი მიდგომა დღესაც გრძელდება. თუ შეხედავთ არსენალის თამაშს, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. კარგ ფეხბურთს თამაშობენ, რადგან ეს მთავარი პრინციპია კლუბში. ჩემთვის ვიმეორებ, მარტივი იყო ამ ორი ადამიანისთვის პასების მიცემა. წერან თქვით, როგორი რთული იყო პრემიერ ლიგაში თამაში თქვენს დროს. სერ ალექსი და მისი მანჩესტერი. მოგვიანებით ჟოზე მოურინიო მოვიდა 2004 წელს და ორი ტიტული ზედიზედ მოიგო. რაფა ბენიტესი და მისი ლივერპული. ძალიან სასიამოვნო პერიოდი იყო ქომაგებისთვის, იმიტომ რომ მეტოქეობა ამ გუნდებს შორის, მათ შორის არსენალსა და ტოტენჰემს, მანჩესტერსა და ლიდს შორის განსაკუთრებული იყო. შეგიძლიათ შეადაროთ იმ პრემიერ ლიგის გარემო დღევანდელს. თქვენ გინდათ ჩემი დროის და დღევანდელობის შედარება? განსხვავებულია. არ მომწონს დღევანდელი ფეხბურთი, რადგან ის ახლა ზედმეტად მეგობრულია. ფეხბურთი კონტაქტური სპორტია, ენერგიული. მე ბევრი ფეხბურთელი არ მომწონს. ისინი მუდმივად ტირიან მოედანზე. კარგი რა, ფეხბურთი მძიმეა,
ხომ გესმით? გონი ესა კედლებზეც უნდა დავწეროთ. ფეხბურთი ზედმეტად მეგობრულია. ოდის ვუხდი ახალგაზრდა მოთამაშეებს, მაგრამ ზოგჯერ მე მჭირდება რომ ბრძოლა ვნახო. ხომ გესმით, რასაც გულისხმობ. მე მუდმივად უყურებ თამაშებს, რადგან საფრანგეთის ტელევიზიაში ვმუშაობ და ყურება მიწევს. ამიტომ ძალიან რთულია ჩემი დროის და დღევანდელობის შედარება. ჩემ დროს მახსოვს რა ვითარება იყო გასახდელიდან გამოსვლისას გვირაბში. იცით გვირაბში Manchester United-ის წინააღმდეგ ყოფნა როგორია? Tottenham-ის, Chelsea-ის წინააღმდეგ. იქ დიდი მუხტი იყო და სწორედ ეს იყო ნამდვილი ფეხბურთი. ახლა ფეხბურთის ხარისხი კარგია, მაგრამ ისეთი აღარ არის, როგორც 20 წლის წინ იყო. შესაძლოა მე ვცდები, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა. დღეს ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ კონკურენცია ისევ არის, მაგრამ მე პირადად ასე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, პეპი იქ არის, იურგენ კლოპი იყო და დიდებული გუნდები ჰყავდათ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ 2000-იანების პრემიერ ლიგაში ყველაზე დიდი კონკურენცია იყო ვიდრე ოდესმე. იმის გამო, რაც თქვენ ახსენეთ. ამიტომ ცალკე უნდა გკითხოთ მანჩესტერთან მეტოქეობაზე. განსაკუთრებით რადგან მე იუნაიტედის კომაგი ვარ. ახსენეთ გვირაბის ინციდენტი ვიეირასა და როიკინს შორის. მაგრამ არა მხოლოდ ეს, სხვა ბევრიც ხდებოდა მოედანზე, რაც ამ ყველაფერს საკულტო ამბებად აქცევდა. ხო, ეს დიდებული პერიოდი იყო. ძალიან რთული და მძიმე მატჩი მანჩესტერის წინააღმდეგ, რადგან როგორც თქვენ თქვით, იყო მეტოქეობა ორ გუნდს შორის და რა თქმა უნდა, ორ წვრთნელს შორისაც. ეს იყო ბრძოლა ფერგუსონსა და ვენგერს შორის. მანჩესტერმაც ძალიან კარგი გუნდი ააშენა. დიდებული ფეხბურთელები ჰყავდათ. ასევე არსენ ვენგერმა, როგორც გითხარით, დიდებული გუნდი შექმნა. ამიტომ, როდესაც სეზონი დაიწყო, ორივე გუნდს ერთი მიზანი ჰქონდა. არსენალსაც და მანჩესტერსაც ტიტული უნდა მოიგოთ. სწორედ ამიტომ ვიბრძოდით. ზოგჯერ იყო ასეთი დაძაბული მომენტები პატრიკ ვიეირასა და როიკინს შორის, მაგრამ ეს კარგი იყო. მე მომწონდა ეს, იმიტომ რომ ფეხბურთს ასეთი მომენტებისთვის თამაშობ და მე მახსოვს ფერგუსონმა ერთ დღეს თქვა, როდესაც არსენ ვენგერზე საუბრობდა. ვინ არის ეს კაციო? იმიტომ რომ ჩემი აზრით ვენგერმა რაღაც შეცვალა პრემიერ ლიგაში. მან შეცვალა რუტინა, წესები, რადგან მან ბევრი უცხოელი მოიყვანა და განსაკუთრებით ფრანგი ფეხბურთელები. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გონია რომ სერ ალექსი უფრო ადაპტირდებოდა ვენგერზე, ვიდრე პირიქით. ამიტომაც ააშენა, ან ცდილობდა აეშენებინა ასეთივე დიდებული გუნდი. ნევილთან, ბექემთან, სკოუსთან და სხვა დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად. ფანტასტიკური განცდა იყო იუნაიტედს რომ ვეთამაშებოდით ხოლმე. Old Trafford-ზე იქნებოდა ეს თუ ჰაიბერიზე. To play against Man United in Old Trafford or at Highbury Stadium, yes. Thank you. მადლობა. მოდი ახლა გადავიდეთ 2006 წელს. ეს იყო თქვენი ბოლო წელიწადი ჩრდილოეთ ლონდონში და ასევე ბოლო წელი ჰაიბერისთვის, იმიტომ რომ შემდეგ ის დაინგრა და არსენალი ემირეიტსზე გადავიდა. გონი ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ახსოვს ის მაისური O2-ს გამოსახულებით, განსაკუთრებით შინდისფერი. საიუბილეო მაისური იყო ჰაიბერის გამო, მაგრამ ასევე ეს იყო თქვენი საუკეთესო სეზონი ევროტურნირებზე, რადგან ფინალში გახვედით, დაამარცხეთ იუვე, ვილიარეალი და ასევე რეალი. ხო, ამას მოგვიანებით მოსაყოლად ვინახავდი, რადგან შეიძლება წელს ისტორია განმეორდეს. არსენალის ფანებმა ძალიან ლამაზი ტიფო შექმნეს. ანრის გატანილ გოლს რომ ასახავს ბერნაბეუზე. როგორ გახსოვთ ეს სეზონი? და ასევე იქნებ მოკლედ გვიანბოთ სხვა სეზონების შესახებ ევროტურნირებზე, რადგან ადრე თქვენ არ იყავით ასეთი წარმატებულები. ამ წელს კი ფინალამდე მიხვედით და გზად დიდი გუნდები გამოდიშეთ ტურნირზე. რა გახსოვთ ამ სეზონიდან? დიახ, რა თქმა უნდა მე მახსოვს ის სეზონი. მეორე ადგილზე დავასრულეთ პრემიერ ლიგა. შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივედით. აი, ეს ლეგენდარული მაისურიც. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფორმა. ხო, ფანტასტიკური კადრია. დიახ, იმას ვამბობდი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივაღწიეთ და ბარსელონასთან დავუმარცხეთ. წავაგეთ, მაგრამ კარგი სეზონი ჩავატარეთ, რადგან რეალ მადრიდი გამოვაგდეთ, იუეს მოუგეთ და ვილიარეალი დავამარცხეთ ნახევარფინალში. ასე რომ ეს იყო კარგი სეზონი. ჩემთვის კი რთული, რადგან არსენალში ბოლო სეზონი მქონდა. სულ ბოლო მატჩი ფინალი იყო და სამწუხაროდ დავამარცხეთ. მე მხოლოდ 18 წუთი ვითამაშე. სანამ ლემანს გააწევებდნენ, მაგრამ საბოლოოდ კარგი პერიოდი გავატარე არსენალში. ვითამაშე 6 სეზონი და ერთი რამ, რასაც ვნანობ, სწორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგება. თითოეული თამაში დიდებული იყო, თუმცა ზოგჯერ ემოციური. რადგან არსენალი ჩემთვის ოჯახივითაა. სამშაბათსაც იქ ვიყავი, ემირეიტსზე. რეალთან მატჩს უყურე. ასე რომ ჩვენ კავშირს ვინარჩუნებთ. ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი არსენალში რომ ვითამაშე.
You mentioned the final. ფინალი ახსენეთ და ძალიან უიღბლო მომენტი იყო არა მარტო თქვენთვის, რადგან მხოლოდ 18 წუთი ითამაშეთ, არამედ გულშემატკივრებისთვისაც, რადგან ჩემი აზრით თქვენ შეგეძლოთ ამ თამაში განსხვავება შეგექმნათ. რა გაიფიქრეთ იმ მომენტში, როდესაც ცვლილებისას მსაჯის ტაბლოზე 7 ნომერი დაინახეთ? Number 7, red coming off. არ მგონია დადებითი შეგრძნება გქონოდათ. არა, სიმართლე გითხრათ, ძალიან გაუბრაზდი არსენ ვენგერზე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე 18 წუთი იყო. მე ვიცოდი რომ ერთი მოთამაშე უნდა გაეყვანა ახალი მეკარის შემოსაყვანად და ვფიქრობდი რომ ფაბრიგას ან გლებს შეცვლიდა. მაგრამ არა. მე ძალიან თავდაჭერებული ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ მან 7 ნომრის შეცვლა არჩია. დიახ, ეს ძალიან რთული იყო. არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ იმიტომაც რომ ფინალი წავაგეთ. მე წმუნეთ ძალიან რთულია ფინალამდე მიღწევა. და როდესაც იქ ბარსელონასთან თამაშობ, თან მატჩი პარიზში იყო, სტად დე ფრანსზე, რომელიც სრულად გაივსო, საოცარი განცდა იყო. მაგრამ საბოლოოდ თასი ბარსელონას ფეხბურთელებმა წაიღეს და ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ჩემს კარიერაში. During my career, yes. So we talked about the Highbury as well and Highbury. ვისაუბრეთ ჰაიბერიძეც და როდესაც თქვენ გუნდიდან წახვედით, არსენალი უკვე ახალ სტადიონზე გადასასვლელად ემზადებოდა. ფიქრობ, ეს თქვენთვის სიახლე არ უნდა იყოს, მაგრამ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ჰაიბერის დატოვება სწორი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან არსენალმა თავისი სულის ნაწილი დაკარგა. ასე ვთქვათ, ძველ სტადიონზე დატოვა. რას ფიქრობთ ამაზე, თუ ეთანხმებით ამ ადამიანებს ნაწილობრივ მაინც? ან იქნებ სულადაც? What do you think about that? Do you agree with that partly or even fully? But I'm agree with the Arsenal about this. ამ საკითხში არსენალს უფრო ვეთანხმებ, რადგან ერთ დღეს სტადიონის შეცვლა საჭირო ხდება. ჰაიბერიზე ფანტასტიკური ატმოსფერო იყო. მერწმუნეთ, როდესაც პრემიერ ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ვატარებდით, საოცარი განწყობა დგებოდა. მაგრამ არსენალს მომდევნო ნაბიჯი უნდა გადაედგა და ახალი, უფრო დიდი სტადიონი აეშენებინა. აქ მეტი გულშემატკივრის დატევა შეიძლება. მეცაც გეტყვი, ფიქრობ ემირეიტიც ძალიან პატარაა. მართლა პატარაა, იმიტომ რომ რადგან არსენალს უამრავი კომაგი ყავს, რომელსაც მატჩი დასწრება უნდა. მე ვიცი რომ არსენალი საქართველოში ცნობილი კლუბია, გაერთიანებულ სამეფოშიც, მაგრამ ასევე მსოფლიოში. დიდი პრივილეგია ვიყო ამ კლუბის ელჩი. ჩავატარო უამრავი ღონისძიება. არსენალის პოპულარობა უზარმაზარია მსოფლიოში და ამიტომაც ვეთანხმები რომ ჰაიბერი ძალიან პატარა იყო. ეს იყო ტიპური ინგლისური სტადიონი, მაგრამ ერთ დღეს მომდევნო ნაბიჯის გადადგმა მნიშვნელოვანია. არსენ ვენგერი ამიტომაც არის გენიოსი. ფიქრობ, ახლა არსენალი ბედნიერია ემირეიტზე. ვიმეორებ, სამშაბათს იქ ვიყავ, როდესაც რეალ მადრიდთან ითამაშეს. ატმოსფერო იყო საოცარი. პირველად ნახე ასეთი ემირეიტსი. ცეცხლიენთო, განსაკუთრებით დეკლან რაისის მეორე ჯარიმის შემდეგ. საოცარი იყო, საოცარი ატმოსფერო. It was amazing atmosphere, yeah. Okay. In one of your interviews you talk about the life after ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ საუბრობთ ცხოვრებაზე საფეხბურთო კარიერის შემდეგ და ახსენებთ, რომ თქვენთვის რთული მომენტი იყო ფეხბურთისთვის თავის დანებება. ბევრი ფეხბურთელის განსმენია ეს და ზოგიერთი მათგანი დეპრესიაშიც კი ვარდება, როდესაც მოთამაშის კარიერას ასრულებს. თქვენ მიმომხილველი გახდით და ეს ის ახალი როლია, რომელიც ფეხბურთელს კარიერის შემდეგ შეუძლია მოირგოს. რას ფიქრობთ ამ პროფესიაზე? რა პასუხისმგებლობა აქვს მიმომხილველებს გულშემატკივრების წინაშე? even a responsibility of a good pundit for the fan. First of all, პირველ რიგში, როდესაც კარიერა სრულდება, ძალიან რთულია რაღაც ახლის კეთებაზე გადაერთო, რადგან ამაზე არასდროს გიფიქრია. შენ ფეხბურთელი ხარ და მხოლოდ ამაზე ხარ ფოკუსირებული. ისევ იმ სამყაროში ხარ. ხომ ხვდებით, რასაც გულისხმობ. ფეხბურთს თამაშობ და ყველა გეუბნება, რომ თამაშის შემდეგ რაღაცაზე უნდა იფიქრო, რაღაც ახალ საქმეზე ცხოვრებაში. უნდა ეცადო, რომ იპოვო ახალი სამსახური. თავიდანვე მარტივი გგონია. მაგრამ მერე ერთ დღესაც ფეხბურთი მთავრდება და ვითარება რთულდება. ამიტომ ზოგიერთი მოთამაშე დეპრესიაში ვარდება და ეს იოლი არ არის. გონებრივად უნდა გადაეწყო, რაც განსაკუთრებით ჭირს. მე ძალიან გამიმართლა, რადგან ევროპული კარიერა 2011 წელს დავასრულე ასტონ ვილაში და ერთ წელიწადში კონტრაქტი გავაფორმე ტელევიზიასთან, როგორც მიმომხილველმა. ჩემთვის ეს ახალი სამსახური, ახალი გამოცდილებაა, თუმცა საკმაოდ რთული გამოწვევა. ძალიან მონდომებული ვარ და კარგ ანალიზს ვაკეთებ მოთამაშეების შესახებ, მწვრთნელებზე. ამიტომ ჯერ კიდევ მუშაობ ტელევიზიაში და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ფეხბურთზე ვსაუბრობ. ფეხბურთი კი დიდი ხანია, რაც ჩემი მთავარი სიყვარულია. Yeah, football I think is like you, is my passion. Yeah.
I think that deserves a round of applause. გონი ეს აპლოდისმენტებს იმსახურებდა. კარგი, ბოლო შეკითხვა ჩემგან და შემდეგ გადავიდეთ მაყურებელზე. თქვენი აზრი მაინტერესებს დღევანდელ ფეხბურთსა და გარემარბებზე. იმ პოზიციაზე, რომელზეც თქვენ თამაშობდით, ფლანგის ნახევარმცველად. დღეს ასეთები იშვიათია. ფლანგელები უფრო მეტად ფოკუსირდებიან სისწრაფეზე, ზურგს უკან ჩარბენებზე და შემდეგ სივრცეების ათვისებაზე. თქვენ კი შანსებს ფლანგებიდან ან ცენტრში შემოსვლით ქმნით ხოლმე. დღეს თუ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც თქვენ თავს გახსენებენ? რომელ მათგანს დაასახელებთ? That remind you of yourself. Partly. Any wingers that you can recall. I don't know. მადლობა. არ ვიცი. ჩემნაირები, რა თქმა უნდა, არიან. ფიქრობ, ბევრნი არიან. რაფინია ძალიან კარგია. ასევე ლამინი ამალი, უსმან დემბელე და კვარა ძალიან კარგია. იმიტომ რომ ჩემი აზრით თუ კვარას შევადარებ ჩემ თავს, დიახ, ალბათ რაღაც მსგავსება არის, რადგან ისიც მემარჯვენეა და მარცხენა ფლანგზე თამაშობს, ჩემსავით. არ მინდა ვთქვა, რომ ეს ადვილია, მაგრამ როდესაც ამ პოზიციაზე ხარ, მარცხნივ, ბურთს რომ მიიღებ, ხედვის არეალი უფრო დიდია და შეგიძლია თანაგუნდელი ადვილად იპოვო. გაითამაშო ბურთი ნახევარმცველებთან ან თავდამსხმელებთან. სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი მარცხნივ თამაში. და ვფიქრობ, კვარა ამას უკვე დიდი ხანია კარგად აკეთებს. ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს მარცხენა ფლანგზე, რადგან შეუძლია პასის გაკეთებაც და გოლის გატანაც. როგორც ასტონ ვილასთან გააკეთა. ასე რომ დიახ, კვარა ჩემნაირი მგონია. Yeah, I think Zvara is like me, yes. Okay, now ეთილი, ახლა კი კითხვა-პასუხის რეჟიმი მაყურებელთან. აუდიტორიიდან 3 კითხვის მეღება შეგვიძლია და ვთხოვ მოხალისეებს, რომ მიკროფონი მოიტანონ. რობერტ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ყველაზე აქტიური. me, okay. Then I would definitely Hello. Hello. Thanks for inspirational stories. გამარჯობა რობერტ. I have two questions. მადლობა შთამაგონებელი ისტორიებისთვის. ორი შეკითხვა მაქვს. ორი მარტივი კითხვა. First of all, პირველ რიგში 22 წლის წინ თქვენ 3 გოლი გაუტანეთ საუთემპტონს. ძალიან კარგი იყო და ჩემი შეკითხვაა თუ გახსოვთ ვინ გაიტანა კიდევ ჰეტრიკი არსენალიდან იმ მატჩში. ის თქვენი თანაგუნდელი იყო. და მეორე შეკითხვაა, რომელია თქვენი კარიერიდან საყვარელი ასისტი. That's my questions. Thank you. Thank you. Thank you for the great memories. მადლობა. კარგი მოგონება გამიღვიძეთ საუთემპტონის წინააღმდეგ 6-1 რომ გაიხსენეთ. იმიტომ რომ ჩვენ მოვიგეთ და მე 3 გოლი გავიტანე. და დიახ, მახსოვს, იმიტომ რომ ალბათ იმ მატჩში ჩემი საუკეთესო გოლით შევაგდე. და მეორე შეკითხვა, ჩემი საყვარელი ასისტი. ალბათ ბერგამს რომ მივეცი პასი ნიუკასთან. იმიტომ რომ მე ერთ დღეს ბერგამს უთხარი. მადლობ დენის. ვისთვის რომ გითხრა? იმისთვის რომ შენი გოლის ყველა ვიდეოში ვჩანვარ მეთქი. მან დიდებული გოლი გაიტანა. არ ვიცი. წაიცეპა მცველთან ასე რომ ახლა როდესაც ამ გოლს აჩვენებენ, მეც ვჩანვარ, რადგან პასი მე მივეცი. ასე რომ დიახ, დენის ბერგკამპი და ასევე იტალიასთან ფინალი, როდესაც ტრეზეგეს მივეცი პასი. We said the final against Italy for David Trezeguet, yes. the second question. კარგი, მეორე კითხვას მოვუსმინოთ. This question comes actually two questions from us. ორი შეკითხვა გვაქვს. გვაქვს მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოში არსენალის ოფიციალური ფან-კლუბისგან მოდის. პირველი შეკითხვაა იმ 50-ე მატჩის შესახებ, რომელიც წავაგეთ და ჩვენი დაუმარცხებელი სერია შეწყდა Manchester United-თან. ჩვენ კომაგები, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ამ თამაშზე დიდი ზეგავლენა მატჩის მთავარმა მსაჯმა მოახდინა, რადგან იყო მომენტები, რომლებიც არც კი ვიცი როგორ აღწერო. რთული ასახსნელია. ჩემი შეკითხვაა, რა განწყობები იყო გასახდელში მოთამაშეებს შორის? და მეორე შეკითხვა იმ შეშლილ ტიპზე, რაიმონ დომენეკზე. მაგალითად, ზიდანი და ანდი რომ მორიელები ყოფილიყვნენ, არც მათ წაიყვანდა მსოფლიოზე? Zidane or Henry we are Scorpions. Was he also going to stay them at home or how would we say? Thank you. I think in this moment only one დიახ, ვფიქრობ იმ მომენტში მხოლოდ ერთი გუნდი იყო, რომელსაც ჩვენი შეჩერება შეეძლო და ეს მანჩესტერი იყო. მაგრამ ასევე მსაჯიც, რადგან მან არარსებული პენალტი დადო. ეს საოცრება იყო, თუმცა ეს არის ფეხბურთი და მე არ მინდა რამე ვთქვა ამ მსაჯზე, იმიტომ რომ მსაჯობა საკმაოდ რთულია. ზოგჯერ ისინი შეცდომას უშვებენ, როგორც იმ საყამოს, მაგრამ მსაჯია. ჩვენ მის გადაწყვეტილებებს უნდა შევეგუოთ. ახლა ვიდეო გამეორება არსებობს. ჩემ დროს კი, როდესაც მსაჯი რამეს იტყო და საბოლოო იყო. მსაჯი პოლიციელივითაა, როდესაც რამეს ამბობს, ეს სიმართლეა. შეიძლება ტყუილი იყოს, მაგრამ მაინც სიმართლეა. ვერაფერს იზამ. რაც შეეხება მორიელის ამბავს და ზიდანს, არ ვიცი, მაგრამ ეს კარგი შეკითხვაა. ვიმეორებ, დომენიკი ნაგავია. ის ჩემი მეგობარი არ არის. ამიტომ არ მანაყოლებს თუ ამას ვიტყვი. სრულებით არ მანაყოლებს. He's not my friend.
and it's the same. So I don't care. You don't want to. I don't care. Fair enough. Yeah. გასაგებია. მესამე შეკითხვა თუ შეიძლება. Hello, Robert. I just want to ask one easy question for every Arsenal fan and which team you support? player. Barcelona. Okay. It's okay. It's okay. So this is the question. What do we think of Tottenham? Shit. What do we think of shit? Tottenham. Thank you. You're welcome. This was good. Thank you so much. Please give a round of applause. ეს იყო შეკითხვა. It was a question. დიახ. Yeah, that was the კარგი question. შეკითხვა იყო. Nice question. I like it. Thank you. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. Very good. A round of applause for the legendary Robert Pires, everyone. Thank you. დიდი მადლობა. აპლოდისმენტები ლეგენდარულ რობერტ პირეს. Thank you. Signing kick into the crowd. Yeah. We should do one last kick for the fans. მე ისე გადავუკეთებ. Yeah.